გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი ეს იყო ევროკომისიის პრესპიკერის ანიტა ჰიპერის ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რომელთან ინტერვიუც ჩვენ ჩავწერეთ სულ ცოტა ხნის წინ. კაია კალასის მთავარი პრესპიკერი საუბრობს საქართველოში დემოკრატიის უკუსლასთან დაკავშირებით და იმ ძალადობაზე, რომელსაც ევროკავშირი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში ხედავს. ანიტა ჰიპერმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მზია ამაღლობელზე და პირდაპირ თქვა, რომ ის არის სიმბოლო იმ უკანონო დაკავებული პატიმრებისა, რომელიც ქუჩაში დგანან საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. სწორედ ამიტომაც აქცენტს ანიტა ჰიპერი აკეთებს სწორედ მზია ამაღლობელზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და შეწყვიტოს მათ შორის სხვა პოლიტპატიმრები, რომ 62 პოლიტპატიმარზეა საუბარი და შეწყვიტოს ძალადობა, დაშინება ყველა იმ ადამიანის, რომელიც დგანან ქუჩაში. პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებულ პროცესებზე, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა საქართველო არის გაჭედილი, ანიტა ჰიპერი, რომელიც არის კაია კალასის მთავარი პრესპიკერი, აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს და მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში დეესკალაცია მოხდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით დგავართ, ყველა ჟურნალისტის და უდანაშაულო ადამიანის გვერდით, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის და მათი ღირებულებებისთვის. ვგმობთ დაშინების აქტებს, რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ჩვენ ეს დავინახეთ და რეაგირებაც მოვახდინეთ. ბოლო кейსი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავება ყველაზე სამწუხარო იყო, რადგან ის არის სიმბოლო ყველა იმ ადამიანისა, რომელიც უსამართლოდ დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ამჟამად ის შიმშილობს და ჩვენ მოვითხოვთ მისი და ყველა უდანაშაულო ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინც უკანონოდაა დაკავებული. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ დაუბრუნდნენ ნორმალურ გარემოს და სიტუაციის დეესკალაცია უზრუნველყონ. გუშინ სტრასბურგის ევროპარლამენტში დაამტკიცებული რეზოლუცია ახლა ევროკომისიისთვის არის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი და ეს დაგვიდასტურა ჩვენ ანიტა ჰიპერმაც, რომელმაც თქვა, რომ რეზოლუციაში გაწერილ მოთხოვნებს ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ და მხედველობაში მიიღებენ იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში დაამტკიცდა. ეს იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი მათთვის, თუ როგორ უნდა უპასუხონ იმ ძალადობას, რომელიც ხდება ახლა საქართველოში და რომელშიც პასუხისმგებელი არის ივანიშვილის რეჟიმი. ანიტა ჰიპერი დეტალურად ხსნის, რა გადაწყვეტილებები მიიღო და რა ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებზე, თუმცა ჰიპერი ამბობს, რომ ამით ევროკავშირი არ შემოიფარგლება და იქნება უფრო მეტი პასუხი. პირველ რიგში ევროკომისიის პრესპიკერი ამბობს, რომ ისინი გააგრძელებენ განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების მხარდაჭერას და ის თანხები, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფილიყო ქართული ოცნებისთვის, ახლა სრულად გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებისკენ. საუბარია 8,5 მილიონ დოლარზე და ასევე ევროკავშირმა შეაჩერა ოცნებისთვის გადასაცემი 121 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება. ეს თანხები, რა თქმა უნდა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება, თუმცა ევროკომისიის პრესპიკერი ადასტურებს, რომ ეს საკმარისი არ არის და ევროკავშირი გააგრძელებს დამატებით ზომებზე მსჯელობას. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ფინანსურ მხარდაჭერას და მათ ინვესტირებას იმ ფულით, რომელიც გადამისამართდა და საუბარია 8,500,000 ევროზე და ასეც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვინდა ფული ჩავდოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ჩვენ მსჯელობთ ახალ გზებზე, როგორ შეგვიძლია ზეწოლის გაძლიერება პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში. ჩვენ განვიხილავთ სხვა ვარიანტებსაც. პირველ რიგში ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება და 128 მილიონის ფინანსური დახმარება. რაც შეეხება საბჭოს, მათ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს. ასე რომ ევროკავშირი მზადაა დამატებითი ზომების გასატარებლად. ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსლის შესახებ გუშინ დამტკიცდა ევროპარლამენტში და ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლია. საქართველოში მკვეთრ დემოკრატიულ უკუსლას და პოლიტიკურ კრიზისს ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გზა იპოვოს.
ევროპარლამენტში დამტკიცებული რეზოლუცია ახლა სწორედ ევროკომისიის ხელშია, კაია კალასის, რომელიც არის პასუხისმგებელი პირი ევროპარლამენტის მიერ მოთხოვნილი სანქციები განიხილოს და ევროპულ საბჭოს შესთავაზოს, რომ დაუწესონ სანქციები ოლიგარქის რეჟიმს და ამიტომაც ახლა სრულად ყველაფერი დამოკიდებულია ევროკომისიაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მკაფიოდ არის მოთხოვნილი, რომ აუცილებელია ფართო სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს, ბიზნესმენებს და იმ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდაში ეხმარებიან ოლიგარქის რეჟიმს და ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ამ დრომდე ვერ მოიპოვეს აღიარება დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში და ასევე დოკუმენტში არის მოთხოვნა, რომ ეროვნულ დონეზე დაწესდეს სანქციები, ამიტომაც ევროკომისია ყველა მოთხოვნას, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია გაწერილი, განიხილავს და შესაბამის ზომებსაც მიიღებს.